თბილისი გაეროს საგზა უსაფრთხოების მერვე გლობალურ კვირეულს მასპინძლობს. კვირეული ქუჩებსა და გზებზე ქვეითებისა და ველომომხმარებლების უსაფრთხო გადაადგილებასა და ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება. საკითხებზე ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს კონფერენციაზე იმსჯელეს. მერის ინიციატივით განისაზღვრა საგზაო მონაწილეთა იერარქია, რომლის სათავეშიც გახლავთ ქვეითი და უმოტორო ტრანსპორტის მძღოლი, რომელიც დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო და სწორედ მათი უსაფრთხოება განისაზღვრა ჩვენს მთავარ პრიორიტეტად. სწორედ ამისთვის ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ თუ უცხოელ სპეციალისტებთან ერთად შესაბამისი პროექტებისა და სტანდარტების შემუშავებაზე. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევებში დაღუპულთა და დასახიჩრებულთა რაოდენობის შემცირება კი არ უნდა იყოს ჩვენი სამიზნე, ასე ვთქვათ, თამასა, საიდკენაც მივდივართ, არამედ ჩვენ უნდა ვისურვოთ, რომ უახლოეს მომავალში არათუ დედაქალაქში, არამედ საქართველოში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების დროს არავინ არ უნდა დაიღუპოს და უნდა იყოს ნულოვანი მსხვერპლის ქვეყანა და ნულოვანი მსხვერპლის დედაქალაქი. ამისათვის საჭირო არის ბევრი მუშაობა. დღევანდელი კონფერენციაც ამის ნათელი დასტურია.